გზად ციხემდე საფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა მეუღლესთან კარლა ბრუნისთან ერთად გაიარა. ოჯახის წევრების, თანაპარტიელებისა და მხარდამჭერების გამამხნევებელი შეძახილების ფონზე ნიკოლა სარკოზიმ სახლი დატოვა და სასჯელ აღსრულების დაწესებულებამდე საკუთარი ფეხით მივიდა. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი 5 წლიან სასჯელს ლა-სანტეს ციხეში მოიხდის. ნიკოლა სარკოზი სასამართლომ მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობაში დავნაშავედ ცნო. თუმცა თავად ექს-პრეზიდენტი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელის გადახედვას კი მისი ადვოკატები ცელიან. უდანაშაულო ადამიანი დააპატიმრეს. არ ვითხოვ არანაირ უპირატესობას ან შეღავაც. არ ვწუწუნებ, რადგან ჩემი მეუღლე და შვილები, ჩემი მეგობრები ჩემს გვერდით არიან. სიმართლე გაიმარჯვებს, მაგრამ მე ღრმად კივილს ვგრძნობ საფრანგეთის გამო, სადაც შურისძიების მოტივით უპრეცედენტო სიძულვილი ტრიალებს. C'est un jour funeste. ეს თავად სარკოზისთვის, ასევე საფრანგეთისა და ჩვენი ინსტიტუტებისთვის დამღუპველი დღეა. ეს პატიმრობა სირცხვილია. იმედია სააპელაციო სასამართლო აღადგენს ფრანგულ სამართლიანობას იმ ღირსებით, რომელსაც ის იმსახურებს. იმ მომენტისთვის, როცა ჩვენ საუბრობთ, ნიკოლა სარკოზის გათავისუფლების მოთხოვნა უკვე შეტანილია. შეიძლებოდა ეთქვათ, რომ თითქოს გაქცევის ან გამოუცხადებლობის რისკი არსებობდა, მაგრამ ის თავად მივიდა ციხესთან, რათა ჩაბარებულიყო. არც დანაშაულის განმეორების რისკი არსებობდა, არც მტკიცებულებების განადგურების. მტკიცებულებებიც კი არ არსებობს. არც მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეა, ამიტომ არც ერთი საათი პატიმრობაში ყოფნა არ არის გამართლებული. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიყვანოთ ის ამ მდგომარეობიდან და დავასრულოთ არსებული მძიმე სიტუაცია. ნიკოლა სარკოზი პატიმრობის 5 წელს სამარტოო საკანში გაატარებს. დღეში ორჯერ სეირნობა და დასასვენებელი ცენტრის მონახულება. ის შესაძლებლობებია, რასაც საფრანგეთის სასჯელ აღსრულების სისტემა ყოფილ პრეზიდენტს თავაზობს. სარკოზის საკანში მარტო იქნება. მას დღეში ორჯერ ექნება სეირნობისა და დასასვენებელი ცენტრის მონახულების შესაძლებლობა, თუმცა სხვა ადამიანებთან კონტაქტის გარეშე. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ყოფილ პრეზიდენტს მოქმედმა ელისეის სასახლეში უმასპინძლა. ემანუელ მაკრონი წინამორბედის დაკავებაზე საზოგადოების ნაწილის აღშფოთებას დემოკრატიულ დისკუსიად აფასებს. თავად კი შეფასებისგან თავს იკავებს. თქვენ ვერ იხილავთ ჩემგან აქ ვერანაირ კომენტარს. ჩემს პოზიციაზე ყოფნისას მაქვს უფლება გავაკეთო კომენტარი ან გავაკრიტიკო სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები. მე ვარ ჩვენი ინსტიტუტების სათანადო ფუნქციონირების გარანტორი. დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერი დისკუსიაა ყოფილი პრეზიდენტის დაკავება. ეს ნორმალურია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა განვასხვაოთ ემოციები, პატივისცემა და მართლმსაჯულების შესაბამისი ფუნქციონირება. ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა. ბადის ამოწურვის შემდეგ მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე აღიძრა, თუმცა კორუფციაში მონაწილეობასა და საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების ნაწილში სასამართლო მის უდანაშაულოდ ცნო. კადაფის შეთქმულებაში მონაწილეობა კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთად დაუჯდა. ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობის წლებში საკუთარ წიგნზე მუშაობას გეგმავს.